ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. ალექსანდრე მაკედონელი, მესამე ნაწილი. გრანიკოსის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ალექსანდრემ დრო არ დაკარგა და სწრაფად განაგრძო წინსვლა. იგი მიზანმიმართულად ცდილობდა სპარსული ადმინისტრაციული ქსელის დაშლას და იმ ქალაქების დაკავებას, რომლებიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებდა. მრავალი ქალაქი ალექსანდრეს წინააღმდეგობის გარეშე დანებდა. ერთ-ერთი ასეთი იყო სარდისი, რომელიც მცირე აზიაში სპარსული მმართველობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი ალექსანდრეს სპარსელმა სატრაპმა უბრძოლველად ჩააბარა. ამით ალექსანდრემ არა მხოლოდ სტრატეგიული ცენტრი აიღო, არამედ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებით ჩაიგდო ხელში, რაც შემდგომი ლაშქრობისთვის აუცილებელი იყო. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო იონიის ქალაქების დაკავება. ეფესო, რომელიც სპარსული გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ალექსანდრეს მხარეს გადავიდა. მან აღადგინა ადგილობრივი თვითმმართველობა და გააუქმა სპარსელთა მიერ დამყარებული რეჟიმი. მსგავსი პოლიტიკა მან სხვა ქალაქებშიც გაატარა, რაც მის იმიჯს, როგორც განმანთავისუფლებელს, კიდევ უფრო ამყარებდა. თუმცა, ყველა ქალაქი უბრძოლველად არ ნებდებოდა. ასეთ ქალაქებს შორის განსაკუთრებული ადგილი მილეტს ეკავა. მილეტი მცირე აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანაპირო ქალაქი და სპარსეთის ფლოტისთვის სტრატეგიული საყრდენი იყო. მისი კონტროლი ზღვის გზების უსაფრთხოებას განსაზღვრავდა. სწორედ ამიტომ ალექსანდრემ მისი დაკავება პრიორიტეტად მიიჩნია. ქალაქმა ძლიერი და ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწია მაკედონელებს, რაც განსაკუთრებით სპარსული ფლოტის მხარდაჭერით იყო განპირობებული. მაკედონელებმა საალყო დანადგარების გამოყენებით კედლები დაანგრიეს, ქალაქში შეიჭრნენ და გარნიზონის სასტიკად დაამარცხეს. საბოლოოდ მილეტი დაეცა. ამ გამარჯვებამ ალექსანდრეს მისცა შესაძლებლობა უსაფრთხოდ გაეგრძელებინა ლაშქრობა მცირე აზიის სიღრმეში. მილეტის შემდეგ კიდევ უფრო რთული ბრძოლა გაიმართა ჰალიკარნასში. ჰალიკარნასი მცირე აზიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად გამაგრებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც სპარსეთისთვის მნიშვნელოვან სამხედრო საზღვაო საყრდენს წარმოადგენდა. ქალაქს იცავდა გამოცდილი მხედართმთავარი მემნონ როდოსელი, ბერძენი დაქირავებული მხედართმთავარი, რომელიც აქამენიანთა სპარსეთის იმპერიის სამსახურში იდგა ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდოსელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ჰალიკარნასის ალყის დროს. მან ქალაქის დაცვა დიდი ოსტატობით წარმართა. გაამაგრა კედლები, ეფექტურად გამოიყენა ბერძენი მოქირავნეები და ალექსანდრეს ჯარს მძიმე წინააღმდეგობა გაუწია. მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ქალაქის დაცვა, არამედ მაკედონელთა წინსვლის მაქსიმალურად შეფერხება. ალყა ხანგრძლივი და რთული აღმოჩნდა. ალექსანდრე იყენებდა როგორც ალყის ტექნიკას, ისე პირდაპირ შეტევებს, თუმცა ქალაქის მძლავრი კედლები და კარგად ორგანიზებული გარნიზონი ყოველი იერიშის მოგერიებას ახერხებდა. რამდენიმე მძიმე შეტაკების შემდეგ ალექსანდრემ მოახერხა ქალაქის გარეუბნების დაკავება და თავდაცვითი ხაზების გარღვევა. შექმნილ ვითარებაში მემნონმა სრული დამარცხების თავიდან ასაცილებლად უკან დახევა ამჯობინა და მოგვიანებით ფლოტის მეშვეობით დატოვა ქალაქი. ჰალიკარნასის დაკავება ალექსანდრესთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული წარმატება იყო. ამით სპარსეთმა დაკარგა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მცირე აზიაში, ხოლო მაკედონელმა კიდევ უფრო განამტკიცა თავისი პოზიციები რეგიონში. გრანიკოსის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სპარსეთის მეფე დარიოს მესამე საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ალექსანდრეს წინააღმდეგ ბრძოლა აღარ შეიძლებოდა მხოლოდ ადგილობრივ ძალებზე დაყრდნობით. მან დაიწყო უზარმაზარი ლაშქრის შეკრება, რომელშიც იმპერიის სხვადასხვა რეგიონიდან მოყვანილ მეომრებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ბერძენ მოქირავნე ქვეითებს. სპარსეთის არმია
რაოდენობრივად მნიშვნელოვნად აღემატებოდა მაკედონელებს და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით 100,000-მდე მებრძოლისაგან შედგებოდა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამ დროს ალექსანდრე მაკედონელი დაახლოებით 35-40,000-იანი არმიით მოქმედებდა, რომლის ბირთვს წარმოადგენდა მაკედონური ფალანგა, მძიმე კავალერია და მოკავშირე ბერძნული ნაწილები. მიუხედავად რიცხობრივი სხვაობისა, მისი არმიის უპირატესობა დისციპლინასა და კოორდინირებულ მოქმედებაში მდგომარეობდა. ორი არმია ერთმანეთ ძველი წელთაღრიცხვით 323 წელს ისოსის მახლობლად შეხვდა, იმ ადგილზე, სადაც მცირე აზია სრულდება და იწყება ახლო აღმოსავლეთის სივრცე. ბრძოლის ველი ზღვისა და მთებს შორის იყო მოქცეული, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა, რადგან დარიოსის მრავალრიცხოვან არმიას სრული გაშლის შესაძლებლობა არ მიეცა. ბრძოლის დასაწყისში სპარსელებმა ძლიერი და ორგანიზებული წინააღმდეგობა გაუწიეს მაკედონელებს. განსაკუთრებით მძაფრი შეტაკება განვითარდა ცენტრში, სადაც განლაგებული იყვნენ ბერძენი მოქირავნე ქვეითები. მაღალი მომზადებისა და გამოცდილების გამო ისინი უშუალოდ ჩაერთნენ მაკედონურ ფალანგასთან დაპირისპირებაში. ამავე დროს სპარსელთა ფლანგებზე განლაგებული კავალერია ცდილობდა მაკედონელთა რიგების გარღვევას და ზურგში დარტყმის მიყენებას. მდგომარეობა განსაკუთრებით რთული იყო მაკედონელთა მარცხენა ფლანგზე, სადაც ბრძოლა კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა. თუმცა ალექსანდრემ სწრაფად შეაფასა ვითარება და გადაწყვიტა შეტევა მარჯვენა ფლანგზე განეხორციელებინა. იგი პირადად ჩაუდგა სათავეში მძიმე კავალერიას და მთელი ძალებით დარიოსის პოზიციისკენ დაიძრა. მისი იერიში თანდათანობით არღვევდა სპარსელთა თავდაცვით წყობას. ბრძოლა გადაიზარდა ახლო და სასტიკ შეტაკებაში, სადაც მაკედონელთა დისციპლინა და კოორდინაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა. როდესაც მაკედონელთა კავალერია დარიოსის პოზიციას მიუახლოვდა, სპარსეთის მეფე იძულებული გახდა ბრძოლის ველი დაეტოვებინა. მისი გაქცევა გარდამტეხი მომენტი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ სპარსელთა ნაწილი კვლავ აგრძელებდა ბრძოლას, საერთო წინააღმდეგობა ვეღარ შენარჩუნდა. მაკედონელებმა საბოლოოდ მოიპოვეს სრული გამარჯვება. ამ ბრძოლამ აჩვენა, რომ სწორად შერჩეული სტრატეგია, სწრაფი გადაწყვეტილება და დისციპლინა ხშირად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რიცხობრივი უპირატესობა. სპარსეთის არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა, 10,000-ობით მებრძოლი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. მაშინ, როცა მაკედონელთა დანაკარგები შედარებით მცირე იყო. ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ ხელში ჩაიგდო სპარსეთის სამეფო ბანაკი, სადაც ინახებოდა დიდი რაოდენობით ოქრო, ვერცხლი და სხვა ძვირფასი ქონება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ ტყვედ ჩავარდა დარიოს მესამის ოჯახი. ისოსის ბრძოლის შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება რეგიონში. სპარსეთის არმიის დამარცხებამ ალექსანდრეს მისცა შესაძლებლობა განემტკიცებინა საკუთარი პოზიციები და განეგრძო ლაშქრობა ახალი მიმართულებით. მესამე ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე, გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.